მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. TV პლუსის ეთერიდან გადაცემა მეფუტკრეობა. დღევანდელი თემა ცელი მოცულობის არის, მაგრამ ვეცდები რომ ცოტა შემოკლებით ვისაუბრო და ძირითად თემაზე გადავიდე. ადრე მე სხვა გადაცემებში მქონდა ნახსენები ფიჭის ჩამოშენება როგორ ხდება. მეგობრებო, ეხლა მე ცოტა უფრო ცლად ვისაუბრებ. ადრე შეკითხვაც იყო შემოსული, რომ როგორ შეიძლება ზოგიერთი ფუტკარი აშენებს სკაში ფიჭას ახალს და ხელოვნურ ფიჭას რო ჩაოდგან და ზოგი არ აშენებს. მე ახლა ცლად ვისაუბრებ ამასთან დაკავშირებით ამ თემაზე და დანარჩენ საკითხებზე ცოტა შემოკლებით. ეხლა როგორი სიტუაცია, მე თვითონ როგორც გამიკეთებია, მე ისე შემოგთავაზებთ. ყველაზე უფრო კარგი ვარიანტი, ვისაც წოლილასკები გაქვთ, ან სკები 12 ჩარჩოიანი, შეგიძლიათ თითოეულ ძლიერ ოჯახს, აი თქვათ, რამდენიმე 50, 20, 30 და რაღაცა ბევრი ფუტკრის ოჯახები ყავთ. დავაყენოთ ერთი 2 ან 3 ფუტკრის ოჯახი, ხელოვნური ფიჭა რომ ჩამოაშენოთ, ჩაუდგათ ხელოვნური ფიჭა და რომ ჩამოაშენოს, როგორ უნდა გავაკეთოთ? მე ასე გამიკეთებია და თუ შეიძლება თუ ასე მაინც და მაინც დაგაინტერესებს, შეიძლება ჩემი ასე ლაპარაკი ტელევიზიით გაიმეოროთ რამდენიმე ჯერ ეს ჩანაწერი და გააკეთოთ, თქვენც მოიქცეთ ისე. მე წოლილასკები მაქვს რამდენიმე სკა და იმ წოლილასკებში ვაწყობ ივნისის დასაწყისიდან, ძირითადი ღალიანობის წინა პერიოდიდან დამთავრებული ძირითადი ღალიანობის ბოლომდე. ესე იგი, წოლილასკაში ბევრი ფიჭის ჩარჩოები თავსდება, იცით ეხლა ეს ზოგან 18, 20 და ზოგან მეტიც. თუ ძლიერი ოჯახია, იმას ვიღებთ. ჩაუდგავთ ერთ ჩარჩოს გამოვწევთ, ბოლო ჩარჩოს, ბოლოდან ორ ჩამოსაშენებელს ჩაუდებთ და საკვებურში ჩავასხავთ, თუ თაფლი ისა თუ სანთელი გამოხატე და თაფლი გაფუჭებული თაფლი არის, იცით რომ მე იმისგან არ აღსახდიან, ან ზოგჯერ არც კი ხდიან და ისე უფუჭდებათ. აი იმ სეროფს ჩაუდგავთ საკვებურით ბოლო ჩარჩოზე. ესე იგი, ჩვენ ჩაუდგით ბოლოდან მეორე და მესამე. ტიხარს ჩაუდებთ, ნაჭერს გადავაფარებთ და როდესაც ჩავასხავთ, თუ 1 ლიტრიანია, 9 ლიტრას ჩავასხავთ. და შევხედავთ, გავიმეორებთ 1 დღეს, 2 დღეს, შევხედავთ, რომ ფუტკარი ნელ-ნელა ჩამოშენებას იწყებს. მეგობრებო, თუ შიგნით თაფლი აქვს მას, თლათ უკეთესი, უფრო კარგად ჩამოაშენებს. ესე იგი, დააკვირდით, ესე იგი, ჩაუდგით 2 ჩამოსაშენებელი ხელოვნური ფიჭა ჩაკრული, მივადეთ ჩამოშენებული ფიჭა ბოლოს და ჩაუდგით საკვებური. თუ გაფუჭებული თაფლი არ აქვს, ის უკვე ის თხელია. არც ზამთარში სქელდება და არც გაზაფხულზე ის თხელია, წყალნარევია. არ უნდა გააფუჭოთ, არ უნდა გადაღვაროთ. ჩავასხავთ და გადაიტანს. მაგრამ თუ ეს არ არის, მაშინ ერთ-ერთზე შაქრის ფხვნილსა და წყალს ერთ-ერთზე, ერთი ჭიქაის გავხსნით ცხელ წყალში, ადუღებული წყალი თუ თლად კაი იმაში გავხსნით და ჩაუსხავთ საკვებურში. ჩაუდგავთ, წეღარ როგორც ვთქვით, ტიხარს ჩაუდებთ და განაჭერს გადავაფარებთ. აუცილებლად მეგობრებო, ის რომ გადაიტანს, ფუტკარი ამ დროს
გონია რომ ფუტკარს დედას რო გარედან შემოაქ. თავისთავად ცხადია იქ ამ დროს დედაც უკვე წახალისებულია. ეხლა მე არ ვიტყვი რომ გინდა თუ არა უამრავ კვერცხს დევს, მაგრამ ჩვეულებრივად გააგრძელებს, სტიმულიც მიეცემა და ფუტკარიც ხედავს რომ შემოდის თაფლი და უნდა რომ ჩამოაშენოს ახალი ფიჭა. თავისთავად ცხადია დაიწყებს ფიჭის ჩამოშენებას, ჩავხედავთ მეორე დღისით, მესამე დღისით და ნელ-ნელა დაიწყებს. გავა 3 დღე და ერთ დღეს გამოტოვებთ, მერე კიდევ მივცევთ და წარმოიდგინეთ რომ ერთი კვირის მანძილზე შეიძლება 2 ფიჭა ჩამოაშენოს. მე როდესაც ასე დავაკვირდი და კარგად წავიდა საქმე, თითოეულ ფუტკრის ოჯახს ჩამოაშენებენ 4 ჩარჩო. 2 ერთად. თუ 2 ჩაუდგი და 1 უკვე ჩამოშენებულია და შიგ არ არის თაფლი ჩასხმული, ან მცირეოდენი თაფლი იმას ამოვაცლი და დაწყებულს წინ მიუწევ და უკანა მხარეს ახალ ჩაუდგავ და კიდევ ვაძლევ საკვებს. ეს ბოლომდე თუ გავიდა, აი თქვათ ღალიანობის ბოლომდე, ეს სამემრისოდ გაკეთებულია უკვე ჩამოშენებული, ან იმ წელსვე სადაც უკვე სამამლებიანი ფიჭა არის, იმას შევცვლით, შუა ადგილას ჩაუდგავთ და ნორმალური ჩამოშენებული ფიჭა უკვე ფუტკრისათვის ძალიან კარგია, უკვე წინ წასული საქმეა, მეგობრებო. ესე იგი, როგორი კარგად ახსენით თუ არა მე არ ვიცი, მაგრამ ესე იგი ხელოვნურად ვაღიზიანებთ და აშენებს ფუტკარი ჩაკრულ ფიჭას. ასე რომ საქმე წინ წაგდებულია. კი, მართალია მეგობრებო, არის ახლა ღალიანობის, ძირითადი ღალიანობის დროს, ახლა ჩემთან მაგალითად 15 ივნისიდან იწყება ძირითადი ღალიანობა და 1 თვე გრძელდება. მაგრამ არის ზოგან რომ ცოტა ადრე იწყება და თავისთავად ცხადია ყველა ოჯახი, თუ ძლიერ ოჯახია, ერთ ჩარჩოს აუცილებლად აშენებს და შეიძლება 2-იც კი ჩამოაშენოს. მაგრამ თუ ჩვენ ხელოვნურად შევუქმნით სიტუაციას ფუტკარს, რომ საკვები მივეცით, ჩაუდგით და ჩამოაშენა, შეიძლება 4 კი არა 5-ით ჩამოაშენოს. თუ ეს კაიხანი გაგრძელდა. ამ დროს ხო დაფიქსირებული გვაქვს ეს ჩვენი ხელოვნურად მიცემული საკვები გადატანილია ფიჭებზე. თავისთავად ცხადია, იმას თუ გინდა ნუ გამოწურავთ და გადაანაწილებთ სხვა სკებზე და ნატურალურ თავსად ჩაუდგამთ იმ სადაც ჩვენ ჩამოვაშენებთ იმ ფუტკრის ოჯახს. ასე რომ რამდენად კარგად ახსენე, მე არ ვიცი, მაგრამ ესე იგი შეიძლება ჩაკრული ხელოვნური ჩაკრული ფირფიტა ჩაუდგათ და ჩამოაშენოს ფუტკარმა ფიჭები აუცილებლად 4-ს აუცილებლად ჩამოგიშენებს. შეიძლება მე-5-ს კი ჩამოაშენოს. თუ ხელშეუწყო, თუ არა გაქვს მაგალითად ჩამოწერილი თაფლი, ან არის გააქვთ თაფლი და რაღაცა გამოუყენებელია, გავსნათ წყალში და მივცეთ, ან შაქარწყალი მივცეთ და როდესაც ფუტკარი შიგნით იგრძნობს, რომ შემოვიდა ღალა, ავტომატურად ის ჩამოაშენებს. ჩამოაშენებს, მეგობრებო. ჩამოაშენებს, სამუშე უჯრედები იქნება. აი ასე მე არ ვიცი ახლა რამდენად ის არის, მაგრამ ეს შეკითხვა რომ შემოვიდა, მე თემად გავხადე, იმიტომ რომ ასე მე გამიკეთებია და თუ თქვენ კარგად გაიგეთ, აუცილებლად წინ წაგდებული საქმეა, მეგობრებო. ეხლა ის თქვენ რომ იცოდეთ, რომ ეხლა კი გადაიტანს ის სეროფს ხელოვნურ საკვებს იქ იმის გულიზე, რომ იქ უნდა ჩამოაშენოს, მაგრამ გარედანაც შემოაქვს იმას. ძირითად ღალიანობის დროს გაორმაგებულია და ამ დროს ჩქარდება ჩამოშენება უფრო. და ზოგჯერ ისეა რომ გარედან რო შემოდის, ეს საკვები უკვე აღარც გადააქვთ, მეგობრებო, ანუ ვეღარ გადააქვთ. მაგრამ თუ ხედა რომ ვეღარ გადაა და გარედან შემოვიდა ეს საკვები და მაინც აშენებენ, ჯობია რომ აღარ მივცეთ ეს ხელოვნურად დამზადებული საკვები. ესე იგი, თუ გარედან უკვე ძირითად ღალიანობაზე გავიდა,
და კარგი ღალიანობაა და შემოდის უღა მივცემთ ის მაინც ჩამოაშენებს და ამ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ასე რომ ჩვენ ადრეულად შეგვიძლია დავიწყოთ ამ თქვათ აი წეგნაცა ვთქვი ფუტკარი იცი რომ უნდა გავიდეს ივნისის 15-ში შენ დაიწყე ივნისის თვეშივე პირველ რიცხვშივე ეს ხელოვნური ფიჭების ჩამოშენება და საკვები ჩაუდგით. კი ბატონო 15-20 დღეს აუცილებლად მოვიგებთ მეგობრებო. როცა ძირითადი ღალიანობა და გარედან შემოდის უკვე აღარ უნდა საკვების მიცემა, მაგრამ ოდესაც შეწყდება მაშინ შეგიძლია გააგრძელო შენ და ეს ჩამოშენებული დაამთავრო 1-5-4 როგორც მინიმუმი და მაქსიმუმი როგორც 5 ჩამოაშენებს აუცილებლად. 3 ფუტკრის ოჯახი რო დააყენო მეგობრებო ეს წინწასული საქმეა და ძირითადად ღალიანობის დროს სხვებით ჩამოაშენებენ თავისთავად ცხადია. აი ეს ცუდი ვარიანტი არ არის, ძალიან კარგი ვარიანტია. ესე იგი შაქრიანის გარდა მე გითხარით წეღა რომ გაფუჭებული თაფლი ყველას აქვს მეგობრებო. იქ ეხლა ძირზე მონაფხე კი რაღაცები იმას წყალში გავხსნით და მივცემთ. აი შაქარწყალს გავხსნით და მივცემთ. ასე რომ არაფერი პრობლემა არ არის. ხელი შეუწყოთ რომ ნორმალური ფიჭები გქონდეს ჩამოშენებული. მერე საკითხი ასეა ფუტკრის ოჯახების დაცვა. სხვა ფუტკრისაგან მეგობრებო ახლა თუ დიდი საფუტკრე გაქვთ აუცილებლად ფუტკრები მართალია შენთვის ერთია სულ რომელიც გინდა იყოს ერთი შეესება მეორეს თუ მეორე მესამეს მათთვის განსხვავებულია. ასე რომ მოდი ასე დავიწყოთ ესე იგი თავი რომ დავიცვათ რომ ერთმანეთს არ შეესივნენ არ დაეცნენ და გაანადგურონ სხვათა შორის მე ადრეცა ვთქვი ერთ თემაში მაქვს ასე ნახსენები რომ ძალიან სიფრთხილე გვინდა რომ ერთმანეთს არ დაეცნენ მაგრამ თუ ამისი რაღაცა არსებობს აუცილებლად მეგობრებო საფრენი უნდა დავაპატარავთ ეს ძირითადად ერთმანეთის დაცემა იციან შემოდგომობით ან ადრეულ გაზაფხულზე. ეს ადრეულ გაზაფხულზე მაინც საფრენები დაპატარავებული გვაქვს, მაგრამ შემოდგომით შევავიწროებთ, თქვათ აგვისტოს შუა რიცხვებიდან თაფლი რო გამოღებულია უკვე მაშინ ისე ან ქურდობა ერთმანეთში დაცემა, ხო და შევავიწროებთ ერთი მერე მაღლა საფრენი თუ გვაქვს ორი საფრენი ერთ საფრენს დავკეტავთ ერთს დაუტოვებთ და ესე იგი თუ მაგალითად სივრცეს ხედავს ფუტკარი შიგნით რომ დარჩენილია და ხედავს რომ თაფლი იყო და აღარ არის აი საკუჭნაოები თუ დადგმული გვაქვს ჩვენ აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მოვაცალოთ ის საკუჭნაო და დავადაბლოთ რომ იტყვიან და ამ დროს ფუტკარი ხედავს რომ ფუტკარი შიგნით თაფლი არის და ის სტიმული აი რომელიც უკვე გაჩენილი აქვს რომ როგორმე კიდევ შემოიტანოს საიდანღაც რაღაც აი ან ვიღაც რომელიღაც ფუტკრის ოჯახს დაეცეს ცოტა გამქრალია მასში უკვე მაგრამ თუ მაინც მინიმუმზეა დასული ფუტკარი აუცილებლად ცდილობს რომ ის შეავსოს დარჩენილი ცარიელი ჩარჩოები უნდა ამოვაცალოთ და ტიხარი ჩაუდოთ. თუ ფუტკარი ძალიან ძლიერია, მაშინ უამოვაცლით მეგობრებო, შიგნით ფუტკარი არ შეიძლება ეხლა შეწუხდება ძალიან ბევრი ფუტკარი თუა. იქ საფრენები უნდა დაუპატარავოთ, მაღალთა საფრენის საერთოდ უნდა ჩავკეტოთ, დაბლა დაუპატარავოთ და უნდა ვეცადოთ მუშაობის დროს ჩარჩო არსად არ დაგვრჩეს, ან ნაჭერი, ან რაღაცა, ზოგჯერ არის ხოლმე არავშავი 1 საათი იყოს და ამ დროს ფუტკარი ესევა და ერთმანეთში ღიზიანდებიან და სადაც სუსტი ოჯახი იქნება, იმას ეცევიან. და კიდევ რა ყველაზე მთავარი რა არის? სუსტი ოჯახები ძალიან მკაცრად უნდა დავიცვათ, ძალიან მინიმუმზე უნდა შევავიწროვოთ შიგნიდანაც და გარედანაც საფრენი, რომ არ დაეცნეთ დაცვა ფართე როცა არის და რამდენიმე ფიჭა უდგა ვერ არის ისე მოწყობილი შიგნიდან
დაცვაც ნაკლები ყავთ. ზოგჯერ უდედო ოჯახია და ან ცრუდედა ყავს და იმას ეცემიან. თუ ძლიერია, თუ ერთხელ დააკვირდებით, როდისმე ძლიერს ეცემა, ერთმანეთს ხოცავენ და ხედავენ ერთი დღე რომ დაეცა, მეორე დღეს უკვე განზოგადება ხდება, მათი უკვე შეხედეთ რომ ძლიერია და ვერაფერს მიაღწევენ, ისე უკან იხევენ. მაგრამ არის მომენტი რომ სუსტ ოჯახს დაეცემა და გაანადგურებს. ამისათვის უნდა ჩვენ თუ მაინც და მაინც ძალიან შეესია, მე ადრეც ავთქვი ერთ-ერთ გადაცემაში რომ უნდა მოვაცილოთ და წავიღოთ ეს ყა რამდენიმე თუნდა 100-300 მეტრის მანძილზე მაინც გადავდგათ უფრო შორს თუ იქნება, უფრო კარგი იქნება. ესე იმ ტერიტორიას უნდა მოვაცილოთ. მაგრამ თქვენ თვითონ უნდა დაიცვათ, ჩარჩო არ უნდა დატოვოთ გარეთ, თქვათ არც ახალი და არც ძველი ჩარჩოები ამ დროისათვის, როცა ყველგანობა მორჩენილია თაფლი გამოწრულიგად, ძალიან სიფრთხილეა საჭირო, გარეთ არ უნდა დატოვოთ. და არც საერთოდ ისეთნაირად უნდა, აი თუ მაგალითად უდედოა, სიფრთხილეა საჭირო, მაგალითად ჯობია წინასწარვე გაითვალისწინოთ, რომ უდედოებს დედა უნდა და თუ ადრე დედების გამოყვანაზე რაღაცა გითხარით, თავისთავად ცხადია მეგობრებო, ფუტკარმა შენზე კარგად იცის, რომელია უდედო, რომელია ცრუდედიანი და იმას დაეცემიან აუცილებლად. და დაცვა რომელსაც არ ყავს იმას. სიფრთხილეა საჭირო, ეს ყველაფერი უნდა დაიცვა ისეთნაირად, რომ არ დაეცეს, თუმცა წეგანაც გითხრათ, მაღლა საკუჭნაევები, როცა უკვე გასუფთავებულია, უნდა მოვაცალოთ, თუ ძალიან ძლიერი არ არის ოჯახი, უნდა მოვაცალოთ. აი რაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით რომ გითხრათ. შეკითხვა ასეთი, ფუტკრის დედა სულ ერთი ზომის არის თუ იცვლება, მეგობრებო, ფუტკარი გამოსვლიდან ის მწიფდება, 16 დღეს რო გამოდის ზოგჯერ პატარაა და გონია რომ უნიათოა და რაღაც, მაგრამ გადის 1 დღე, 2 დღე, 3 დღე და მოცულებაში მატულობს, მომწიფების პერიოდია და უკვე სრულდება დედა და ზომა უკვე ნორმალურად ჩამოყალიბებულია. წონაც ფაქტიურად უკვე მეტ სიწონის, როცა უკვე შეუღლდება, გამოდის გამოფრენა და მამალთან, ის უკვე მოცულებაში, წონაშიც მატულობს მეგობრებო და თქვენ შეამჩნევთ, რომ თუ ადრე პატარა რაღაც იყო, ერთი რამდენიმე დღის შემდეგ, 4-5 დღის შემდეგ უკვე ხედავთ, რომ ნორმალურად მომწიფებული დედა. თავისთავად ცხადია, ერთი ზომის არ არის და მერე ნელ-ნელა უფრო სრულდება. და თუ კარგად დავაკვირდებით, უკანა მხარეს წვრილი საქვს უკანა მხარეს და როგორ არის, იცი, აი უჯრაში რომ კარგად ჩაჯდეს რა, ის კვერცხი რომ კარგად ჩადოს, მაგრამ თუ დავაკვირდებით, გავა რამდენიმე ხანი, თქვათ 1 წელი, 2 წელი და მესამე წელს უკვე უკანა მხარეს ხვილდება და იმ მუშის ფუტკრის მუშა უჯრედში ვეღარ ეტევა და კვერცხი თუ დაგინახიათ, გვერდზე დევს კვერცხი და ბოლომდე არ არის ჩასული. ესე იგი ვერ ჩადო კვერცხი ბოლომდე, ვერ ეტევა. ესე იგი უკვე მოძველებული დედა და იმას შეცვლა უნდა, მეგობრებო. ესე იგი ზომა განსხვავებულია, ხო ხედავთ, დაწყებიდან სხვა იყო, მერე უფრო განვითარდა და კარგი მოცულობის იყო, მერე პირიქით დამრგვალდასავით რაღაც უკვე დაბრო დაბერდა, უკვე სხვანაირი ფორმა აქვს. რა თქმა უნდა, იცვლის 3-ჯერ, 4-ჯერ იცვლის ისა წონასაც და ზომასაც. როდის და როგორ გადავიტანოთ ფუტკრის ოჯახი შორ მანძილზე? მეგობრებო, როდის გადავიტანოთ, იცი? ეხლა ზამთრის პერიოდში გადატანა არ გამოდის, მეგობრებო. როდის გადავიტანოთ 100 მეტრაზე? ეხლა როგორია, იცი? მე გადამიტანია, ვთქვათ, გვერდზე 50 მეტრაშიც და ფუტკარი გამოსულა და ისევ იმ ადგილას ტრიალებს. მუშა ფუტკარი, რომელიც გარეთ დაჩეული იყო, მე 1-10% რჩება, რაღაცა ტოლვილი სახით სხვასკაში შედის, მაგრამ დანარჩენი ისევ ბრუნდება, მაგრამ ზოგი ვერ აგნებს, აი თქვათ შორს მანძილზე გადავიტანეთ 100 მეტრაზე, 200 მეტრაზე, რაღაცა მობრუნდა ის ფუტკარი და მე ახალსაც ვერ აგნებს და ზოგჯერ არის რომ ტოლვილი სახით საფუტკარი სხვასკაში შედის. ამისათვის საჭირო არის
როგორ გადავიტანოთ დილით ადრე, როდის უნდა გადავიტანოთ, დილით ადრე გადავიტანოთ და ან საღამოთი გვიან მოშორებით თუ მაგალითად 800 მეტრზე გადაიტანეთ და კილომეტრზე არაფერი პრობლემა არ არის, შეულებრივად ფუტკარი ის აღარ დაბრუნდება იქიდან. მე ახლა ასეთ გამოცდილება მაგის გამოცდილება მაქვს, რომ იქიდან ფუტკარი აღარ დაბრუნებულა, მაგრამ აი თქვათ 200 მეტრზე გადატანილი დაბრუნებულა. ესე იგი როდის უნდა გადავიტანოთ, მე ამას გეტყვით, მაგრამ აი საიდან ბრუნდება, ამასაც გეტყვით. უნდა გადავიტანოთ გაზაფხულზე, ადრე გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ოღონდ ძალიან გვიან არა, რომ აი როცივა და ამ დროს ერთ დღე დათვა და გამოვიდა ფუტკარი, მე ძალიან ძნელია, რომ ამ უცბად ან ღრუბელი მოეფარა მზეს და გვიან დაბრუნება უკვე აღარ შეუძლია ფუტკარს. ისე რომ ზოგჯერ არის მაგალითად გვიან გადააქვთ ნოემბრის დასაწყისში და რაღაც მე კაი თბილი ამინდები რომ გამოდის ფუტკარი გამოდის და ზოგჯერ წყლის ასმელად რაღაც და ფუტკარი ვეღარ აგნებს ამისათვის საჭირო არის ცოტა ისე დროს გადავეთ, როცა უკვე თბილა ოქტომბრის თვეში ან მარტისა და აპრილის თვეში შეგვიძლია გადავიტანოთ. ერთი 800 მეტრიდან უკვე აღარ დაბრუნდება, მე გამოცდილი მაქვს 500 მეტრიდანაც თითოეულად თუ მოდიოდა და დანარჩენი აი თქვათ 1 კილომეტრი, 3 კილომეტრი იქიდან საერთოდ აღარ დაბრუნდება. აი 500 მეტრიდანაც კი რამდენიმე მოსულა და უტრიალია და მე აღარ დავკვირვება, შეიძლება ისე უკან წავიდა, შეიძლება სკაში შევიდა, ასე რომ კარგი გადატანა შეიძლება აპრილის თვეში და აი ოქტომბრის თვეში. ისე შუალედში შეიძლება, მაგრამ ღალიანობის პერიოდში მოვერიდოთ, ღალიანობის პერიოდში მოვერიდოთ გადატანას, ნუ აურდაურებთ, ის თუკა დაწყებული აქვს თაფლის შემოტანა და ნუ აურდაურებს. ესე იგი ვიდრე ღალაზე გავა, აუცილებლად მაშინ უნდა გადავიტანოთ. ან ღალა რო დამთავრდება, მერე გადავიტანოთ. ფუტკრის ოჯახები როდის იკვებება იკვება ერთიან გუნდად. მეგობრებო, ერთიან გუნდად იკვება, როდესაც პლუს 10 გრადუსზე დაბლა დაეცემა ტემპერატურა. გუნდი უკვე ხედავს, რომ გარეთ სიცივეა და ნელ-ნელა იკვება. ძლიერი ფუტკრის ოჯახი ადრე იკვება ერთ გუნდად და თუ მცირე ოჯახია ძალიან ადრევე იკვება ერთ გუნდად. თუ დააკვირდებით გარედან მოძრაობისას შეიმჩნევა ოქტომბრის თვეში, აი ნოემბრის დასაწყისში, ოქტომბრის ბოლოს, რომ ფუტკარი ზოგიერთგან კარგად მოძრაობს, გამოდის. ესე იგი იქ ჯერ არ არის გუნდი შეკრული და რომელშიც არ მოძრაობს, ესე იგი სუსტია და იქ გუნდი უკვე შეკრულია. და თუ მაინც გინდათ რომ ნახოთ ნახდათ ესეა თუ არა, ნახავთ და მართლა ესე იქნება სუსტი, უფრო ადრე ისა იკრავს ოჯახს, ისა გუნდს და ძლიერი უფრო გვიან კრავს გუნდს. ესე იგი ფუტკარში რაც სითბო უფრო მეტია შიგნით, ესე იგი გვიან იკვრება გუნდი. თუ მაგალითად სიცივე არ გარეთაც და შიგნითაც ნაკლები, ესე იგი გუნდი ადრე იკვება სუსტ ოჯახებში. ესე იგი გარე ტემპერატურა 10 გრადუსამდე თუა უკვე უნდა იგულისხმოთ, რომ ნელ-ნელა იკვება გუნდი ან უკვე შეკრულია გუნდი. ესე იგი ეხლავე გეტყვით, ბარში უკვე შემჩნეული მაქვს, რომ ოქტომბრის შუა რიცხვების შემდეგ ნელ-ნელა იწყებს გუნდის შეკვრას და მთიაში ცოტა უფრო ადრეც და ნოემბრის თვეში უკვე სრულად შეკრულია გუნდი, სუსტის და ძლიერიც. შემდეგი შეკითხვა. ხო, ფუტკრის დედა ზამთრის პერიოდში რა მდგომარეობაშია? მეგობრებო, ფუტკრის დედა თუ გუნდში არ მოექცა და განცალკევებით არ ჯერცერთი განცალკევებით ფუტკარი არ ტოვებს, გუნდში კრავს ის და მის ირგვლივ ტრიალებენ და კვებავენ, როგორც დარჩება გარეთ ის გაითოშება და სითბო თუ არ აქვს იმას შეიძლება აი გადაკრუხებას ვეტყვით ხოლმე, რომ იმის კვერცხის დება გაციებას ვეძახით ხოლმე
და კვერცხის დება უკვე არა აქ იმ დონეზე გაზაფხულზე და ვერდებს კვერცხს. ესე იგი ჩვენ ახლა დიაგნოზი დავუსვით რომ ესე, მაგრამ ესე არ ხდება გარეთ არასდროს, თუმცა ზოგჯერ იცის ხოლმე რომ გადაცვლა სხვა და ფუტკარიც მიყვება იმას, მაგრამ მე ბრუნდება. იშვიათი შემთხვევა რომ გარეთ დარჩეს და მე ერთხელ ნახე რომ გათოშილი იყო, მაგრამ მე ასე მგონია რომ ის იყო მოძველებული დედა და მკვდარი იყო, მაგრამ ძირითადად გუნდში აქვს მოქცეული ფუტკარს დედა სითბოში და ზედ ევლებიან დედას, ახლა ძირითადი მაინც დედა და თავისთავად ცხადია გუნდში ყავთ მოქცეული ხარიზაცია, როდესაც კას აქვს, თავისთავად სუნთქავს კიდეც, ისე რომ დედას უფრთხილდებიან გუნდშია ძირითადად შეკრული. მერე სანთელი გამოდნობისას თუ ის რამდენჯერმე არის ხარისხი ეკარგება თუ არა, მეგობრებო? ეხლა ვეგეტყვით. მაპატეთ ერთი. როდესაც ეხლა კლიენტი მოსულა ჩემთან სანთლის საყიდლად, უთქვია რომ რამდენჯერა გამოხდილი, რო ვეტყვი ერთხელ, ორჯერ ამოწმებს, ერთხელ გამოხდის ემჩნევა, მეგობრებო, თუ გამოხადე ერთხელ, ესე იგი თავის ზოგი ახლა ჩვეულებრივ კუსტარულად ხდის რაღაც, მაგრამ ერთხელ გამოხდის ემჩნევა. დანალექი აქვს დაბლა, როდესაც აფხეკავ, მაინც არ რჩება მცირეოდენი დანალექი და ამით მიხვდება კლიენტი რომ ის ერთხელ გამოხდილია, მაგრამ აი სუფთად რომელიც კარგად გამოიყურება და რაღაც ის ორჯერ და სამჯერ გამოხდილია, დაბრუნებული და რომ გარეგნულად კარგად გამოიყურებოდეს. და ახლა ძირითადად მაგ საქმეში არა, ახლა შეკითხვა რატომ მომწეს ასეთ შეკითხვა, რომ ხარისხი ეკარგება თუ არ ეკარგება. მეგობრო, სიტუაცია როგორ არის, იცი? ერთხელ რომ გამოხდით, იმას დადებითი უჯრედები უფრო მეტი აქვს, ვიდრე ორჯერ და სამჯერ გამოხდის. აბა დააკვირდით 100 გრადუსს რო გადაცდება, 110 გრადუსს, 120 გრადუსს, იქ დადებითი უჯრედები იკვდება, მეგობრებო. დააკვირდით, აი ჩაიში თაფს რო დებთ, უცბად რო ჩადო, იმას არავითარი კალორიები იმდენი აღარ აქვს, მართალია ტკბილი იქნება, მაგრამ აი ცოტა მაგალითად რო დაეცემა, თქვა 70 გრადუსზე, მაშინ შეიძლება 60 გრადუსზე, მაშინ შეიძლება ჩადო და მოურიო და დალიო ისე უცბად ადუღებულში კვდება დადებითი უჯრედები და სანთელიც ასეა, მეგობრებო. ესე იგი, ზოგიერთმა კლიენტმა ეს ძალიან კარგად იცის, ზოგი კრემებს ამზადებს, ზოგი რა ვიცი, უამრავი წამლები მზადდება ფუტკრის სანთელზე და სინამდვილეში ორჯერ და სამჯერ გამოხდილი დადებითი თვისებები იმას იმდენი აღარ აქვს, მეგობრებო. ეს სრული სინამდვილეა, ეს მე ადრე ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მე რო სწავლობდი მეფუტკრეობას, იქ ბევრი მეფუტკრეებისგან გამიგია, რომ რა არის ერთხელ თვითონ თუ გამოხადა, აი მეორედ რო წაიღებს, ისიც ხო გაადნობს და გამოხდის, თავისთავად ცხადია. ეხლა როცა წამალს ამზადებს, მაზებს ამზადებენ, თავისთავად უნდა გაათხელოს და რაღაც შეიძლება აადუღოს კიდეც და ამავობაში ხარისხიც აკლდება. მე ასე ვიცი და ასეც არის, იმიტომ რომ ვინც ყიდულობს, იმან ალბათ უფრო კარგად იცის და რო შეხედავს, რომ ის ერთხელ გამოდნობილია, მიაქვს. თუმცა სართელი მარტო ამისათვის არ გამოდგება, მეგობრებო, აი ქვევრებს შიგნიდან უსვავენ ბევრ რაღაცებისთვის, ფორმებს და რაღაცებს აკეთებენ და ასხავენ, ბევრ რაღაცებში გამოდგება სანთელი, ისე რომ მარტო წამლების დასამზადებლად არა, თუმცა წამლების დასამზადებლად რომელიც არის, იმას ერთხელ გამოხდილი აუცილებელია. გამიგია ფუტკრის პროდუქტებისაგან ამზადებენ ხო აი ენერგეტიკულ სასმელს, მეგობრებო. ეხლა მე ვამზადებდი და ვამზადებ თუ შეკვეთას მომცემენ ენერგეტიკული სასმელი, რომ ენერგიის მიმცემი
ეხლა მაგალითად ქალებისათვის 46 წელს რო გადაცდება ენერგეტიკული სასმელი ყოველთვის და მამაკაცებისაც 60 წელს რო გადაცდება. აუცილებელია მეგობრებო. ეხლა იქ უამრავი მინარევებია თაფლთან ერთად ფუტკრის პროდუქტების და გამოდის კარგი სასმელი, ენერგეტიკული სასმელი. ეხლა მე დარწმუნებული ვარ რომ აი ვის შეკვეთას მაძლევს ყოველ წელს მაძლევს ესე იგი რომ დავამზადო და მიაკიდეც ეხლა მე შეკვეთები მომცეს და შეკითხვაც შემომივიდა რომ ენერგეტიკული სასმელი ფუტკრის პროდუქტებიდან 10 ჯერ უკეთესია აი ვიდრე წარმოგიდგენიათ მეგობრებო ასე რომ შეიძლება დამზადება და ძალიან კარგი სასმელიც არის და თუნდაც საჭმელსაც დაამზადებ იქიდან და თუნდაც სასმელსაც ენერგეტიკულია ენერგიას მატებს ქალსაც და კაცსაც მე აი ეს ერთი ასეთ შეკითხვა შემომივიდა მეგობრებო მოდი ამაზე ვილაპარაკო და ამით დავამთავროთ ესე იგი ხომ არ შეიძლება რომ შევქმნათ მეფუტკრეობის დამწყებ მეფუტკრეობისათვის რაღაც ორგანიზაცია მეგობრებო მე მქონდა ეს შექმნილი 20 წლის წინ დამწყები კი არა მეფუტკრეობისათვის მქონდა ახალგაზრდა მეფუტკრეობისათვის 20 ფუტკრის ოჯახიც დავანოსეთ მივიტანეთ დავდგით და ერთი ამ 20 წლის მანძილზე თუ ის გვექნებოდა და გვეყოლებოდა ის მეურნეობა ეხლა ერთი 500 ფუტკრის ოჯახი მაინც გვეყოლებოდა ისე გამოვიდა რომ დროის უქონლობის გამო ეს ორგანიზაცია დავშალეთ მეგობრებო მოყვარულ მეფუტკრეთა საზოგადოება ადრე იყო დაიშალა მე გარდაიქმნა სხვათ და მე დავარქვი დამწყებ მეფუტკრეთა საზოგადოება ეხლა რატომ არ შეიძლება მეგობრებო თუ ვისმე დაგაინტერესებთ და რაღაც დამიკავშირდით ტელეფონი ჩაიწერეთ 577 153 087 დავილაპარაკოთ და შევქმნათ ორგანიზაცია თუ შეიქმნება ორგანიზაცია წელიწადში ორჯერ შევიკრიბებით ერთმანეთს გაუზიარებთ გამოცდილებებს და ცოდნაც ამაღლდება მეგობრებო და ჩვენ შევთავაზებთ ხელისუფლებას რომ იქნებ სადმე ფართიც გამოგვიყოს და დავაფუძნოთ და კარგი იქნება თუ ცალკე ორგანიზაცია იქნება საერთო ორგანიზაცია როგორ იცი აი როგორც სახეს მე მოუძებნით თავალია დამწყები მეფუტკრეებისათვის და შეიძლება პროფესიონალ მეფუტკრეებიც გაწევრიანდნენ იქა ეს ძალიან კარგი იქნება შემდგომისათვის იქ როგორ არის იცი ფართი გვინდა შეკრებისთვის რა თქმა უნდა თუ მოვიწადინებ და დავაფუძნებთ ამას მე ვისად ჩამოწერილი მაქვს წესდება ყველაფერი აბსოლუტურად მაშინ უნდა დაგვერეგისტრირებინა მაგრამ ზუსტად მაშინ 20 წლის წინ დაიშალა ეს ინიციატივაც კარგი წამოვიდა თავიდან დავიწყეთ მაგრამ არ გამოვიდა რაღაცა ხელშემშლელი პირობები იყო ზოგი მუშაობდა ზოგი რაღაცა და ვერ დაკავდა ამით მაგრამ თუ ეხლა ჩვენ ამას გავაკეთებთ აუცილებლად წელიწადში ორჯერ შევხვდებით პატარა ფართი გვინდა ხელისუფლება იქნება რაღაცა განცხადება შევიტანოთ დაგვეხმაროს და ვისაუბრეთ ერთობლივად ქართული ფუტკრის ჯიშის გადარჩენაზე და მის გამრავლებაზე ძალიან კარგი იქნება თუ გამომეხმაურებით კი ბატონო მე თანახმავა დავილაპარაკოთ შევქმნათ ერთად ვიმუშაოთ გამოცდილებებიც გაუზიაროთ და შევქმნათ ერთი საცდელი მეურნეობა სადაც პრაქტიკას გაივლიან დამწყები მეფუტკრეები და მე თუ ცალკე დავილაპარაკეთ იქ ბევრი რაღაცები შეიძლება იქ თეორიულად შეიძლება რაღაცები ტელევიზიითაც ლექციები შეიძლება წავიკითხოთ და კარგი იქნება აი ეს ძირითადი საკითხები ხო აი ნუ ერთი საკითხი დამჭა და დროის უქონლობის გამო შემდეგისათვის გადავიტანოთ მეგობრებო მე ახლა მე-13 თემა იყო ეს 13 თემით მორჩები გადაცემას და იანვრის შუა რიცხვებამდე
ჩვენ გადაცემა აღარ გვექნება, იმიტომ რომ რაღაც საქმეებია ისეთი ზოგის რაღაც მოდი იანვრის შუარიცხვებამდე 13 თემით დავხუროთ და იანვრის შუარიცხვების შემდეგ განვაახლოთ ისევ გადაცემა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. თუ რამე საინტერესო საკითხები იქნება მომწერეთ, მაგრამ ერთ კიდევ ჩამოგითვლით ფუტკრის სანაშენე ისა ოჯახები სანაშენე ეს რომ ხო ესე იგი კარგი იქნება თუ თქვენ თვითონვე ხელ შეუწყობთ რომ ჩამოაშენოთ და ბუნებრივადაც ჩამოაშენოთ, თქვენთვისაც კარგი იქნება. დარეკეთ ტელეფონზე, გიპასუხებთ, აუცილებლად შეკითხვებსაც ჩავიწერთ და ეს ტელეფონი მე კიდე გაგიმეორებთ 577-153-087 თამაზი. ჩემი სახელია თამაზი ჯაფოშვილი გვარად. ასე რომ თუ ჩვენ შევთანხმდებით ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება შეიძლება, ტელევიზია აგრია გვაქვს, გახმიანება შეგვიძლია და თავისთავად ცხადია ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.